მივესალმები თქვენს განცხადებაც გავავრცელე აღნიშნულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს ცდუნება, როგორც ვატყობ, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცეს ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს. ეს პრინციპში ჩვენთვის სიახლე არ არის, უკვე მიჩვეული ვართ იმას, რომ ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ზოგიერთი ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლას ირჩევს ხოლმე, ამიტომ სიცხადისთვის წერილობითი განცხადებაც გავაკითხე მაყურებელს თქვენი განცხადება, კი ბატონო. დიდი მადლობა დიანა ამისთვის, თუმცა რა თქმა უნდა მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ ეთერითაც დამატებით გავმარტოთ აღნიშნული პოზიცია და მივიღოთ თქვენგან კითხვები და მაქსიმალურად ვეცადო რომ ვუპასუხო ამ კითხვებს. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, მე ამაზე გუშინვე ვისაუბრე, მინდა გითხრათ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ რუსთაველიდან, სადაც რა თქმა უნდა ჩემს თანამებრძოლებთან, თანაპარტიელებთან, მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი აქციაზე, ძალიან მნიშვნელოვან დღეს, მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს, რომელიც ნამდვილად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. გუშინვე განმარტე, რომ ჩვენ არანაირ ფორმატს არ ვემიჯნებით, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას. რაოდენ დაბალი მოლოდინი შეიძლება არ უნდა გქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ესა თუ ის ფორმატი, რამდენად კონკრეტულად შედეგზე ორიენტირებული. ეს მოლოდინი ჩემის მხრიდან ეფუძნება იმ 5 თვიან გამოცდილებას, რომელიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ჩვენ და ჩვენს ამომრჩეველში არის ძალიან სერიოზული წუხილი იმასთან დაკავშირებით და მე პირადად არაერთხელ გამიჟღერებია ეს პოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირად შეხვედრებზე თუ საერთო შეხვედრებზე და ამაზე ყოველთვის საუბრობ ხოლმე მედიითაც იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ გამოიყენა ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული საპრეზიდენტო შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. აღარ აქვს ეს მექანიზმი ზურაბიშვილს, თქვენ დაიწყეთ ეს კრიტიკული ტონი, მას შემდეგ რაც აღარ აქვს ეს მექანიზმი, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც აღარ აქვს, თქვენ დადიოდით ასევე და იყავით ამ თქვენ ფორმატებში სხვადასხვაში მონაწილეობდით. ეხლა ხომ ცალსახად მას არ შეუძლია ამ ბერკეტის გამოყენება, რამდენადაც ლეგიტიმურადაც არ უნდა მოიხსენიებდეთ. ხომ ცხადია? მადლობა, რომ მეთანხმებით იმაში, რომ ეს ჩვენი მხრიდან იყო ნამდვილად ლეგიტიმური მოთხოვნა, იმიტომ რომ გამართლება არამეს ვამბობ, მაგრამ კი ბატონო. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფდა პრეზიდენტის სააკაშვილის თავისუფლებას და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ სამაგიეროდ მოსამართლედ წოდებული ივანიშვილის მსახური მიხეილ ჯინჯოლია ვერ გამოიყენებდა პრაქტიკაში აკრძალულ შეკრებითობის პრინციპს იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტისთვის პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 12 წელი და 6 თვე. თუმცა მართალი ბრძანდებით იმაში, რომ ეს ბერკეტი მას ხელთ აღარ უკრია, უბრალოდ მე აქ მაყურებელს და საქართველოს მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ეს ფუნდამენტური წინააღმდეგობა ჩვენს შორის, ჩვენ მაინც და მე პირადად მათ შორის, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და რა თქმა უნდა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით, ვესწრებოდი ყველა შეხვედრას, რომელიც ტარდებოდა სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით, თუმცა ჩემი ახლანდელი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი, რომელშიც არაფერი სიახლე არ არის, იმიტომ რომ არაერთხელ პირადად მე სამ შეხვედრებიდან გამოსულს დამისახელებია ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის თუ ფორმატის შექმნა და სიტყვათა წყობის გადალაგებით ან რომელიმე ერთი სიტყვის სინონიმით ჩანაცვლებით ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ აღნიშნული სიახლეს არ წარმოადგენს არც პოლიტიკური სპექტრისთვის და არც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ჩემი დაბალი მოლოდინი ეფუძნება სწორედ ამ გასულ 5 თვეს, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ვერც ერთ ასეთ ფორმატში, რაც დასახელებითაც არ უნდა მოიხსენიოთ ის ფუნდამენტურ საკითხებზე შეჯერება. ხა რა არის ეს ფუნდამენტური საკითხები? მე ამაზეც საკმაოდ ღიად ვისაუბრე ჩემს განცხადებაში და გუშინაც, როდესაც მქონდა პირველი მედიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა სალომე ზურაბიშვილის რუსთაველზე გამოსვლის შემდეგ,
ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაც ჩემი აზრით ძალიან ფუნდამენტური საკითხია, იმიტომ რომ ეს არის პირველი მომენტი, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ აგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. თუ პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევიდეთ ისე, რომ არანაირი თარიღი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშნული არ იყოს, პოლიტპატიმრები არ იყვნენ გათავისუფლებული, დამნაშავეები არ იყვნენ დასჯილი. ეს არის ისეთი წყალგამყოფი განსხვავება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ ძალიან რთული ხდება თუ არა შეუძლებელი ნებისმიერ სხვა საკითხზე. თინა, ამ საკითხზე და თქვენი განცხადებით დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხზე გახარიას გუნდს აქვს განსხვავებული აზრი? თინა, ამ საკითხზე გახარიას გუნდს აქვს განსხვავებული აზრი? ის არ არის ჩამოყალიბებული, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებისადმი და სხვა ყველა არის ჩამოყალიბებული? მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნები. ისინი ღიად საუბრობენ ამაზე, ხა გახარიას ნაცვლად მე ნამდვილად არ ვისაუბრებ. თქვენ გამოიტანეთ შიდა დებატების ნაწილი პრინციპში თქვენი განცხადებით, რომ ამაზე გვარამიამაც იგივე დაწერა. ყველა შიდა შეხვედრაზე ისინი ადასტურებენ იმას, რასაც საჯაროდაც აცხადებენ, რომ არ გამორიცხავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თქვენ გამორიცხავთ? მას თინა, თქვენ გამორიცხავთ? დიანა, ამ მოცემულობაში, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ის ერთიანდება ორი საერთო მოთხოვნის ირგვლივ, რაც მდგომარეობს ახალ საპარლამენტო არჩევნებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში, ამ დაშვების ღიად საჯაროდ გაკეთება არის არამხოლოდ სამომლაპარაკებლო პოზიციის უსუსურობამდე დაყვანა, არამედ იმ მოლოდინების გაცრუება, რაც არსებობს საზოგადოებაში. ამიტომ დიახ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად არის ესეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც მე იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის პოზიციებს შეინარჩუნებდა, ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი და ზურაბიშვილის პოზიცია როგორია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, თინა? თავად ზურაბიშვილის პოზიცია როგორია? ანუ ის ამბობდა, რომ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამ რაღაც ერთიანობის ძაფის თუ რაღაც რა ქვია, ეხლა წინააღმდეგობის ფრონტის გამო გახარიას მიერ შემოტანილი დისონანსი თუ პოზიციის გამო ის ამ თემაზე მკაფიო პოზიციონირებას ერიდება, ანუ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ. კი, ესეა. ანუ ლიდერობა ხო რა არის დიანა, რომ სხვადასხვა მოსაზრების თუნდაც პოლიტიკური გემოვნების ადამიანები დაარწმუნო შენი პოზიციის ისტორიაში, ხო? და თუ სალომე ზურაბიშვილს ექნებოდა ლიდერობის რესურსი ამ კონკრეტულ მოცემულობაში, დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში, მას უნდა ქონოდა მცდელობა, რომ აქეთ დაერწმუნებინა გიორგი გახარია მისი პოზიციის სისწორეში ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისიც იზიარებდა პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღის ჩანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ამ თემაზე საერთოდ საუბარი არის ივანიშვილის დღის წესრიგით სიარული. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ეხა პრინციპული თემა თვითმმართველობის არჩევნებისადმი. ერთ-ერთი პრინციპული თემა. ესე იგი ვერ თანხმდებით, მაშინ დაიშალეთ და ყველა თქვენი გზამკვლევით ეცადეთ დასრულება ივანიშვილის რომ ხო, მაშინ რაშია გამოსავალი? ანუ ეს არის პრობლემა, მაგრამ მაინც რჩებით ამ ფრონტზე წინააღმდეგობის პლატფორმაზე უკაცრავად. მსუბუქი ცინიზმი იგრძნობა. არა, ვცდილობ დავიმახსოვრო ეს ახალი სათაური. აბსოლუტურად მესმის სიმართლე გითხრათ და სავარაუდოდ ხა მე სახუმაროთ რომ არ გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ქვეყანას გვართმევს ივანიშვილი, ამას მეც და თქვენც ვიზიარებთ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, თუმცა ამავდროულად მესმის რომ თქვენი დაბნეულობა, ასე ვთქვათ, სრულიად გასაგებია, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა დავიმახსოვრებ ამ ორ სიტყვას, იმდენი სიტყვა მახსოვს. იმიტომ რომ ამგვარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ფორმატის დაანონსება არაერთხელ გიხილავთ თქვენც როგორც ჟურნალისტს
ჩვენს როგორც პოლიტიკოსებს და რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებს და თქვენს მაყურებელს. ამიტომ არის ეს გარკვეული კონფუზი და გარკვეული გაბნეულობა. სად შეგიშალათ სალომე ზურაბიშვილმა ხელი გქონოდათ თქვენი უფრო მკაფიო გეგმა, უფრო მკაფიო პოზიციონირება, არ ვიცი, უფრო ადვილად დასამახსოვრებელი სათაური და რაღაცნაირად თქვენ პოლიტიკურ პარტიებს გაგეკეთებინათ ის, რაც გინდათ რომ გააკეთოთ, მაგალითად ლევან ხაბეიშვილი ძალით მივაწვეთო ამბობს, ანუ სალომე ზურაბიშვილმა სად დაგხიათ უკან, შეგიძლიათ მისი გვერდისავლით აკეთოთ ის, რაც გინდათ რომ აკეთოთ. არა, ამიტომ მე არ ვარ მომხრე იმის, რომ რაღაც ისრების გადატანა მოხდეს ერთ პერსონაზე, ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ჰქონოდა. უბრალოდ დიანა სწორად უნდა გვესმოდეს, ხო, მას ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი საზოგადოებრივი ნდობა და ამავდროულად პოლიტიკური პარტიების სრული მხარდაჭერა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ძალიან არასწორი და გაუმართლებელი პოზიცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ მას შეეძლო გამოეყენებინა მისი ეს უზარმაზარი პოლიტიკური რესურსი და საზოგადოებრივი ნდობა იმისთვის, რომ მომხდარიყო პოლიტიკური პარტიების რეალური კონსოლიდაცია. ყველა მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა. მე ნამდვილად ჩემი ორი პარტიის შეერთება სცადა არჩევნებამდე და ეს არ მოხდა. კი, და ჩემი ინტერესში ნამდვილად არ შედის რაღაც ერთი ადამიანის დადანაშაულების მცდელობა. ერთმანეთთან პოზიციებს ვერ ათანხმებთ. ეხლა ზურაბიშვილს რა ოქროს ჯოხი აქვს თუ არ ვიცი ჯადოსნური ჯოხი, რომ 2003 წელსაც ვერ ათანხმებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები თავიანთ პოზიციებს დიანა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო იმ დროს ძალიან განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების დაახლოვება და ერთ პოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანება და ეს არის სწორედ სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯესობა, სხვა კალიბრის იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსები იყვნენ. ნუ ახლა კი გეთანხმებით კალიბრის საკითხია და ლიდერობის თვისებების, ნიშან-თვისებების საკითხია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა შესაძლებლობას მივეცით შანსი იმისთვის, რომ ესეთი გაერთიანება შემდგარიყო. ახლაც არ ვემიჯნებით არც ერთ ფორმატს, რა ფორმატიც არ უნდა იყოს ის, რომელიც მიზნად ისახავს ერთიან ბრძოლას, ამიტომ ჩვენ საკითხების მიხედვით ad hoc საფუძველზე, ანუ საჭიროებიდან გამომდინარე და საკითხების მიხედვით შევუერთდებით ნებისმიერ ინიციატივას, იქნება ერთობლივი განცხადება, მაგალითად, რომელსაც მივწერთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ან იქნება ერთობლივი წერილი, რომელსაც მივწერთ ევროკომისიის პრეზიდენტს, ან ნებისმიერი სხვა საკითხი. იქნება მომენტი, როდესაც მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიები შეძლებენ, რომ შეაჯერონ პოზიცია და ამ შეჯერებული პოზიციის გამჟღერებლად პოზიციონირებას მოახდენს სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი ფორმატი. რა თქმა უნდა, შევუერთდებით რომელიც მიმართულია ოპოზიციის დემოკრატიული ძალების ერთიანობაზე და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, თინა ბოკუჩავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს.